მოვაცალოთ ეს გაფუჭებული ფოთლები. საყვარლად ყვავის, სხვათა შორის ეს ყვავილი სულ ყვავის. ძალიან ბევრი წელია მაქვს. და სულ ყვავის აიმე. ვაი. ვერ მოვაძრე. საყვარელია. ჯერ ესეთი პერია და მე უფრო ისიც მოგიხდება და ცაკალილია. თან სულ ყვავის სხვათა შორის ზამთარში ზაფხულში. აი ისინიც იმიტომ მიყვარს ეს ჯიში. სულ ყვავის. ზოგადად. შემდეგი ცოტა გაუჭირდათ, მაგრამ ამჯერად ნახე. აღარ ხუმრობენ. აქ არის რამდენიმე კალანჰოე. ისინიც მაჩუქეს. მაგრამ არაფრით არ გაიხარა. ეს ის არის ვანოს ბაღი რომ ყავდა სტუმრად და შევიძინე ნახე რა კარგად გადახუჭუჭდა. უფრო ისეთი რაღაცნაირი თხელი იყო და კარგად არის გაიხარა. სხვათა შორის აი ნაყიდი ყვავილები. ისეც მოვაცალეთ ბარემ. რომ მქონდა ეგეთი შემთხვევა, როცა ნაყიდი ყვავილი როგორც კი გადავიტანე, ჩემ ფოთანში გაფუჭდა. და ეს გამიხარდა ძალიან რომ ჩამოვედი ისეთი კარგად ჩახუჭუჭებული დამხვდა. თან სულ ახალი საყვავილი ქონდა გამოსული და მინდა გაიფურჩქნა. ესეც მაჩუქეს პირდაპირ ქოთნიანად. რო იციან ჩემი ბლაგუ ხელის ამბავი. ესეც ნაჩუქარია, ეს კალანჰოებით ნაჩუქარია. ადრე ვიყიდე პატარა ჯუჯავარდები, სხვათა შორის კარგახანს ვახარე და კარგახანს ყვაოდნენ რა, გიდა რა მიგინდა? რა? მაგალითად რითი? შოკოლადს გიგები. არ მინდა ტკბილი არაფერი არ მომიტანა. სკულბარათი გავუკეთა მამამისმა და ორივეს. და ჩაურიცხა ორივეს თანხა, ოღონდ არ იცის არც ერთი, მაგრამ რამდენი აქვთ. და გააქრობენ ალბათ ზუსტად ერთ დღეში. ნახევარი იციან დაახლოებით არც კი. და იმეორებს საერთოდ არ იცის, რომ ფული აქვს ბარათზე. ეს ერთ სრუეტყვი გაიგებს. დიდ გააგებინებდა იმას ვერაფრით ვერ. ცხელი წყლის დალევა დავიწყე. რა მიშველის გეხოცები 1 კილო შოკოლადს რო შეჭამ, რა ცხელი წყალი გიშველის მომაცინებ. მეცინება ყოველ დღე რაღაც ხდება. რო ვიტყვი ხვალ, აი დღესღა და მორჩა ხვალ უცოტა ადამიანურად, დიეტა კი არა. ადამიანურად უბრალოდ ვიკვებო. მთელი დღე ხო მიდის მშვიდად ყველაფერი და საღამოს რაღაც უნდა გამოხდეს. აი რაღაც უნდა მოხდეს და აი დღესაც მოხდება რაღაც, უბრალოდ ვიცი, ხო ესეთი ატეხილობაა. დღესაც უნდა მოხდეს რაღაც მწვენია, ვეღარ ვაბობ, რომ უნდა გავიდეთ, ხო? და ფიცარ მწვენია სიდაბილეში, მართლა ეგრეა, გამეცინება ჩემ თავზე. დრას გიყვებოდი, ჯუჯავარდები მქონდა. რამდენიმე ფერი 3 თუ 4 ფერი მქონდა, მგონი 3 ფერი. გადასარევად იყვავილეს სხვათა შორის იმათაც ძალიან კარგად. მაგრამ ვერ გამოვაზამთრე. და ძალიან დამწყდა გული გვიან შემოდგომამდე, აი სანამ კარგად არ აცივდა, არ შემიტანია სახლში და ეხა აქეთ მაინც ცივა. თბილისში არ არის იმდენი სიცივე და ეხლა შეიძლება დასავლეთში წავიც. მაგრამ ჩვენთან აქ ცივა საკმაოდ. აივანზე ვერაფრით ვერ დავტოვებდი, ვერაფრით, სახლში კიდევ ეგრევე გაფუჭდა. ძალიან დამწყდა გული, ისეთი გაბუჩქული იყო და ისეთი გაბურთული, ამას 1-3-4 წლის წინ მაქვს. შეიძლება უფრო მეტი წლის წინ არ ვიცი, მე უკვე არება მაქვს. კი ვერ ვიაზრებ ხოლმე 1-2 წლის წინ, 2 კი რა შეიძლება რა ვიცი, ამდენი წლის წინ იყო, მაგრამ გონია რომ არც იმდენი დროა გასული, უბრალოდ ისე სწრაფად გადის დრო, რომ ვეღარ ვეწევი ფიქრებითაც. მას მერე უკვე მხოლოდ ისეთ ყვავილებს ვიჩერებ, რომელიც ზამთარ-ზაფხულ შემიძლია რომ ვაცოცხლო. და ყველაზე კარგი ვარიანტი არის ხოლმე ბალბები. ეხლა ეს რაღაც მოვიფიქრე ზაფხულში, ეხლა წელს აღარ მგონია, ეხლა იქ გავაკეთო, თუმცა ოქტომბრამდე შეულებრივად შემიძლია რომ თვალი გავახარო და შეიძლება იქ გავაკეთო. გაფუჭდება და გაფუჭდეს, ახლა ძირი ხომ ეყოლება, თავარი. წავაწყვიტავ, ჩავრგავ, ხო მარტივად მრავლდებიან კი არა და ხო მარტივად ხარობენ ბალბები. გადავკიდებ.
აი აქ მქონდა ქსანთელაზმა. ეხლა კამერაში უფრო მეტყობა ვიდრე ისე. ნებს მიშლის კამერაში ძალიან ჩანს ხოლმე. მოწყვეტა შრამი და ზაფხულში უფრო მიმჩნევა ხოლმე, თუმცა კამერაში ბევრად მეტად ჩანს. კამერაში ყველაფერი უფრო მეტად ჩანს ვიდრე არის ზოგადად. ნებისმიერი რაღაც ყველა წერტილი. მაგრამ ეხლა ისე მხვდება ხოლმე ხან თვალში, რატომ? ხო და შრამი დარჩა რა. ეხლა იმას 100 თავით ჯობია რა სისულელია. ერთი ციცქნები მქონდა, პატარები მქონდა და ამ ხელა შრამები რანაირად დამრჩა ვერ ხვდები. და უფრო ზაფხულში მემჩნევა ხოლმე მხვდება თვალში, იმიტომ რომ მაინც გინდა არ გინდა სახისკანი ფერს ხო იცვლის და ეს შრამი ხო არ მუქდება და უფრო ჩანს ხოლმე. და თას მეგობრები ყავს. რა გინდა ბუბუზე? რატო შედი და მოხური არ შე ბუბუ გამოდი ახლა. გამოდი. და თას მეგობრები ყავს და ეზოში ჩავლენ გორი წინომაც გადაიღო. ლივი გავიძურწო სახლიდან. ლაი. გასავიჩემ ახლა ეს ბუბუ. შენ მაგარ არ ვიცი რას გიზა. მას ყურებთი, სად არის ჩაკუნწული? ამას უყურეთ. რა ხდება? საერთოდ აღარ ეკარებოდა ხოლმე შპალიერებს და ბავშვების ოთახში შეჭმული აქვს კიდევ. თელ სახლში შპალიერები თუ სადმე რამე ნაკუწები მაქვს მიწეპებული, სულ ამისი ნაჭამია და ძალიან შევწუხდი და საერთოდ კარგახანია ეს რამე გავუკეთებია და შპალიერი თბილისიდან რო ჩამოვედი, საერთოდ შეჭმული დამხოდა ძირებზე. საცაგელი ეს. წამდაუწვამ როგორ გააკრავ. არა ისე ტელევიზორის ოთახში უნდა შევცვალო აუცილებლად. რომ საახალწლოდ, ყოველთვის საახალწლოდ ვაკეთებ ყველაფერს. თუ რამს ვაკეთებ საახალწლოდ. იმიტომ რომ წელიწადის მაგ სეზონს რაღაცა უმნიშვნელო სიახლეც ძალიან უხდება. კაცო, რატო ჩანვარ მობრეცილი? რატო? გიო. გაბარებ მას. მიხედე. არა ჩხუბო ბავშვები არ შემოაყვანინო დედა მე შენია არაფერი მოიწიონ ასე რაც არის ახლა რა ჩავიცვა და მგონი ტელეფონი ჩემი ტელეფონი ჩართული მაქვს ჩემი ტელეფონი მეთქი ვკითხულობდი სულ ეს არის ჩვენი მაკიაჟი რა თქმა უნდა ტონალურიც კი არ გვისვია სხვათა შორის ეს რაღაცა ოდნავ ფერს კი აძლევს ხოლმე ესეთი ადრეც მქონდა და გადასარევად გამოვიყენე და ახლა კიდე ჩამომიტანა ქალბატონმა თან მზისგან დამცავია და თან ოდნავ ფერს უცვლის მაგრამ ახლა რა თქმა უნდა მზისგან დამცავი წვინს შემიძლია ხალხო არ არის ეს სახეზე რაღაცების კეთება ჩემი აი ქალები ხო არიან სულ რაღაცის მიღაბიადებთ ან სახეზიან თმაზე რა ვიცი იმას იკეთებენ ამას იკეთებენ ანუ აი არ ვიცი მაწუხებს ერთადერთი რასაც სხვათა შორის ამ ბოლო წლებში უფრო აი 2-3 წელიწადია მივეჩვიე და რეგულარულად ვიყენებ არის უბრალოდ კანის ზოგადად სხეულის და სახის კანის დატენიანება დილით და საღამოს მორჩა აი რა არ შემიძლია რამდენჯერაც ვიყიდე რამდენჯერაც მაჩუქეს იმდენჯერ გამიფუჭდა და გავაფუჭე არასდროს არ გამოვიყენე არანაირი ნიღაბი ერთხელ აი საცდელად შეიძლება რაღაცებს გავიკეთებდი აუცილებლად გავიკეთებდი გითხრათ რამის გაკეთება მინდა ამი არ გეტყვით ჯობია არ თქვა აი რომ მოგწონს და ვერასოდეს ვერ ბედავ და ვერასოდეს ვერ რისკავ აი ახლა სკინაღამ რაღაც ერთი ჩავიდინე და კიდევ კარგი რო არქენი მე ვინანებდი თუ არ ვიცი შევარც მე ნანა მაგრამ ვერ წყვეტ
რაღაც ესეთ ჩარევას სახეზე ვერ ვწყვეტ. არა და მომწონს რაღაცები და მინდა. არ მჯერა გეფიცებით რომ ივნისის ბოლოა და აი ეს მაცვია. წავედი. დათაკია მე კიდე ეზოში, მაგრამ რაღაცნაირად მოუგვარე სახლში დარჩენილიყო. სხვათა შორის გამოვიდა ეგ ამბავი. ყოველთვის არ გამომდის ხოლმე. დავაღწიე თავი. მეორე დღე. დღეს რა არის? 28 ივნისია. გავიდა ეს თვე ხალხო. გავემზადოთ. თან ბუბუ გავასეირნოთ. თან ცოტა ჩვენც ვისიამოვნოთ. ჩვენი ადგილობრივი ანსამბლის, ცეკვის ანსამბლის კონცერტია თან. ხოდა ცოტას გავერთობთ რავი. მეც ეს დღეები არ გავსულ ვარ. ანუ ქუჩაში არ გავსულ ვარ. ფეხით არ გამივლია დიდად. და მე ძალიან მიყვარს ფეხით სიარული. და მივხვდი რომ ასე ჯდომა არ გვარგებს. და პროწიალდეთ. რა თქმა უნდა ბოტას ჩაგვიცვა. მინდა საყელო გაისწორი გოგო. რა? ერთი პერსონა ჩავისვა. კლიკეფიცები და წვერი გააყოფინე და გიორგი არის ისეთი რომ შეუძლია მთელი დღე იჯდეს სახლში. ეხლა 5 ლარი ვიპოვე. ყველა კუთხე გოჯოში ფული მაქვს ჩაკურკული გეფიცები. ზოგადად გიორგი არის ძალიან სახლის ტიპი. შეუძლია რომ იჯდეს სახლში. და არ შეწუხდება არაფრით. აი საერთოდ არ არის პრობლემა. და მეორე თვალებს რომ გაახეს დილით. აი ერთი პირი ვიკივლე დილით. რომ ჯერ საჭმელი შეჭამე, იმიტომ რომ გადის, აღარა მოდის. ლაპარაკობ. ვისი ლაპარაკები? უი. ვისი ლაპარაკებიო? ის საკუთარ თავს თქვენ არ ელაპარაკებით ხოლმე? მე კი, ძალიან ხშირად სხვათა შორის ჩვენ მაქვს ბავშვობიდან. მართლა გეუბნები. ჩვეულებრივად შემიძლია საკუთარ თავთან იდეალური დიალოგი. არ ხუმრობ საერთოდ. საერთოდ არ კაცო მეორესაც წავიდა. შეეხება დათას. თავარი ერთი ამოიცვას პირი დაიბანოს და მორჩა გარეთ არის. ჩვეულებრივი ქუჩის ბავშვი არ ვამეტებ და როგორ არ მიყვარს მთელი დღე რომ გარეთ არიან ბავშვები. აი ყოველთვის ნერვები მეშლებოდა ხოლმე და აი უარეს იმყავს მე. უარეს. საერთოდ უფროსი შვილები რატო არიან უფრო სხვანაირები და მეორეები რატო არიან ესეთები. უფრო გაუგონარები, უფრო რთულებიც, უფრო რაღაცნაირები რა. რა ვთქვა რომ არ ვეჩხუბები და ერთს უფრო მეტად ვტუქსავარ, მაგრამ თუმცა ეს ვაიმე აბა ოღონდაც გაიაროს, ძალიან დონდლო იყო წლისა და 10 თვის ამ გაიარა, ლაპარაკი მგონი 9 წლის ამისწავლა. და ამასობაში ამ თვალებში ციცინში რომ ვაიმე შენი ჭირიბე ოღონდაც გაიმართე, ისე გადავხედდა. და სანამ არ დაუკივლებ ხოლმე არ ესმის. რეაქცია არა, აქ ნერვს ვერ შეუტოკებ და ხა იმას რო ეტყვი ერთს პატარა სხვანაირი იყო და ეს არა, ეს რასაც უნდა მაინც გააკეთებინებს. ან გააკეთებს, ან გაკეთებინებს. აი ეს, წავედით ახლა. განწყობაზე ვიზრუნოთ. ცოტა განწყობა ის მივყიდოთ. რამდენი ხალხია? ყოველთვის კარგი დიპლომატ ხალხია ხოლმე. სხვათა შორის კულტურის სახლი გაგვიკეთეს და გაგვირემონტეს, მაგრამ ჯერჯერობით რა ვიცი. ხომ არ არის დასრულებული? გარედან კი ყველაფერი დასრულებულია. გზაზე არ გახვიდეთ. პარკში გადმოვინაცვლეთ. თან სასიამოვნო ჰანგებით დავტკბებით. თან ეს ამდენი ხალხიც აღარ შემიძლია. არ შემიძლია ხალხმრავლობა. ცოტა შორიდან მოვუსმენთ. ვაიმე, იქნება დერმა დაგარტყას. ასე მყუდროთ სასიამოვნო გარემოში სიმწვანეში ვიძდი მირჩევნია.